პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგენლებმა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს და პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ბათუმში 11 იანვარს დაკავებული ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად მე-11 დღეა შიმშილობს. პუბლიკის დამფუძნებელმა ზურაბ ვარდიაშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე განცხადება წაიკითხა, რომელშიც კოლეგები ამაღლობელს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით უყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენს გვერდით ვართ. შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. და გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! პარლამენტთან აქციაზე შეკრებილი მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი თავისუფალი სიტყვის გამო ისჯება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 21 იანვარს წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარ პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი. ის ამბების დამფუძნებლის გელამ თივლიშვილის თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მზია ამაღლობელი არ გათავისუფლდება. გარბოლების მთელი კასკადი წარმოადგინა მზიას პატიმრობასთან მიმართებით. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა თავის ვალდებულება. უგუნებელყო ყველა კანონმდებლობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საჩივარი განსახილველადაც არ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მზია გააჩნიეს პატიმრობისთვის. ცხადია, ეს არ არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ხელს შეუშვით. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმელების თანადამფუძნებლის ეთერ თეთრუაძის თქმით, ის ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით ჩალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. დღეს მქონდა მცდელობა შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს ამ ადმინისტრაციული შენობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მე მას დაუკავშირდი მისი თანაშემწის და სხვა პირების საშუალებით ვცადე დაკავშირება. ასევე მივწერე პირადი მესიჯით, პირადი ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მე მინდა მისთვის მეცნობები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები, მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, დეტალებში არ შევალ. და ასევე მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია, შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას პირადად. არ არის ეს სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც რა ვიცი რა ნებისმიერი გაგებით, რა გაგებასაც ისინი აღიარებენ, არ არის სწორი ადამიანი, ქალი, რომელიც არის სინდისის პატიმარი, ყოველდღიურად იყოს თავდასხმის მსხვერპლი. თბილისის პარალელურად მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამაღლობელის დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ჟურნალისტს ფიზიკურად გასწორებოდა. ორგანიზაციის ცნობითვე პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას დგებუაძემ დაკავებულ ჟურნალისტს სახეში შეაფურთხა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე. ზია მაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გამოძიება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით დაიწყოს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან 7 წლამდე. საიას იურისტის და ზია მაღლობელის ადვოკატის ჯუბა ქათამაძის შეფასებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიება დგებუაძისთვის სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს.